მოგესალმებით. ქალაქ თბილისის 162 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას მთაწმინდის ექო. აქ მთაწმინდაზე იდუმალებაში განისვენებენ ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვით, საქმეთა და სიყვარულით უდიდესი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში. მე ვარ მარიამ სპანდერაშვილი და დღეს მოგიყვებით ერთ მათგანზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე. ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წელს, ქართველი, რომელიც ოკუპაციას არ შეუშინდა. როდესაც საქართველო დაეცა, ის მთაში ავიდა და პარტიზანული რაზმით წითელ არმიას დაუპირისპირდა. მისი ბრძოლა იყო სიმამაცის, ღირსებისა და თავისუფლების სიყვარულის მაგალითი. ქაქუცა არ დაემორჩილა უსამართლობას, მან ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლა. დღეს ის ჩვენი ისტორიის ცოცხალი სიმბოლოა, გმირი, რომელმაც დაგვიტოვა რწმენა, რომ საქართველო ყოველთვის იბრძოლებს დამოუკიდებლობისთვის. ის გარდაიცვალა 1930 წლის 27 ივლისს, საფრანგეთში, ქალაქ ლეილში. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ მიწაზე მხოლოდ 2005 წლის 29 ნოემბერს ჩამოასვენეს. თქვენ უსმენთ ეპიზოდს პოდკასტების სერიიდან მთაწმინდის ექო.